ამსტერდამში ამერიკულ მაღაზიაში ვნახეთ ყველაზე ცხარე ჩიპსი და მოდით ახლა ერთად გავხსნათ. რძე გვაქვს მომარაგებული. კოტებაც იცის სასწრაფოს ნომერი. კუბოს ფორმა რატო აქვს ძალიან არ მომწონს. თვითონ ჩიპსი ინსტრუქციაში წერია რომ აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანებიო. 5 წუთს თუ გაძლებ რაღაცის დალევის გარეშე მოიგებ ამ ჩელენჯს მინდა გითხრა. თლიანი ჩიპსის ჭამას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ნანახი მაქვს ვიდეოები და ვხედავ რომ კვდებიან. ჩიპს მომოკლავ რა თქმა უნდა, ესე გემონდა რა იცი. თლიანი. მეღადავები. დადენა. ეგრა. აუ რა უგემურია. ჯერა დრო. ნერწყვს რო დააყოლებ უფრო აქტიურდება. სულ თქვა თუ გამიჭირდება ეგრევე დავლევ. რაღა დარჩა. თლიანს როგორ ჭამენ? ასალი შეჭამა. აი მე საშინელებაა. ძალიან ცხარე. მე 13 წუთზე არის ყველაზე ცხარე. მე დააყდება რა. აქეთ ამ ხარეს ჩავკბიჩე და აქეთ ყბა, კბილები, ენა და აი თლიანად სადაც ჩავყლაპე, მეწვის კი არა გაბუჟებული მაქვს ისეთ სულად. და მე ენაზე მოვიგრიალე, მე ლასოგაში მყავდა. ვარი ენა და ოდნავ გამიარა. აღარაზროს აღარ შევჭამ. მე 1 წუთი. ენას ვერ ვადებ ჭერს და თავბრუნებში. არა. პირველ 20 წამს მინდოდა რომ დამელია უკვე ისეთ ცუდი იყო. უცებ გეთუთქება თელი პირის ხრო. გრძემ გამიუარეს ერენე. რამე მომეც რა. ვერ ვიტყოდი რომ დავამარცხე ჩელენჯი, იმიტომ რომ თლიანად ნამდვილად არ მიჭამია, მაგრამ რაც ვჭამე ისიც საკმარისი იყო იმის დასატკიცებად, რომ მეორჯერ ამას არ გავეკარები. საკისის დროა.